მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს ქრისტიანობა და თანამედროვეობა. როგორც წინა გადაცემაში აღნიშნეთ, ერთგვარი ბლოკი იქნება, სადაც ვისაუბრებთ თემაზე დაბრუნება. ან დიდი დაბრუნება. წინა გადაცემაში ჩვენ შევეხეთ თემას ადამიანის და ევას სამოთხიდან განდევნის შესახებ. და ვთქვით, რომ ორი ვექტორი ქონდა ამას. პირველ რიგში, არა იმიტომ, რომ მე თქვენ ჩემს ბაღში ვაშლი მოიპარეთ, ჯერ ერთი ვიცით, რომ ვაშლი არ იყო იქ, ეს გვიანდელ ლათინურ ტექსტებში ჩნდება, გმალუს ხო, ბოროტება და ვაშლი, ომონიმურია, ამიტომაც ბოროტება იგემეს, კეთილ ესე იგი ვაშლი იგემეს, ჩნდება ეს იდეა ვაშლის შესახებ. მაგრამ რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? რატომ ყრის მაშინ ღმერთი ადამიანს და ევას? ამაზე ჩვენი სტუდიის გადაცემას მოგისმენიათ, მე ოფე ივანესაც ვსაუბრია. ლაპარაკი არ არის მარტო იმაზე, რომ თუ წაიდაკიდან. ლაპარაკი იმაზე, რომ ესენი დაცულები იყვნენ, რომ შემდგომში უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდნენ და წინა გადაცემაში ვთქვით, რომ უარესი მდგომარეობა იქნებოდა თუ ესენი დაემსგავსებოდნენ ბოლომდე ეშმაკს. ცოდვილები, არმონანულები და მკვდავები. მაგრამ ადამიანისთვის რა იყო? ადამიანისთვის იყო მოცემული ღვაწლი დაბრუნების მცდელობისა. და იმცაც რომ ადამიანი დაბრუნდეს, რაღაც უნდა გამოიყოლოს იქიდან. რაღაცა უნდა იყოს, რაც მას მუდამ შეახსენებს იმას, რაც იქ მას ჰქონდა და რაც მან დაკარგა. რა შეიძლება იყოს ეს? ნივთი ადამიანს და ევას არ წამოუღიათ, ტყავის სამოსს ახლა არ ვისაუბრებთ და მის განმარტებაზე, ჩვენ ბუნებრივია ვსაუბრობთ კულტუროლოგიის კონტექსტში და მაშინ მთავარი, რაც ამათ წამოიღეს იქიდან, რაც მარადიული შეხსენება იქნებოდა, რომ ისინი იქ უნდა დაბრუნდნენ, იყო ის, რაც შეიქმნა სამოთხეში. გახსოვთ, ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ როდესაც საუბარია ვინ შეიქმნა სამოთხეში, რა თქმა უნდა დედაკაცი. მაგრამ რა შეიქმნა სამოთხეში? ჩვენ ვთქვით, რომ ბიბლია ამბობს, რომ იქ კაცს მიეცა ცოლი. ესე იგი, პირველი რაც შეიქმნა სამოთხეში არის ოჯახი. შესაბამისად, ესენი რომ გამოიდევნენ ერთმანეთს კი აღარ დააშორეს. აი შენ ქალო, კაც რაღაც აჭამე, წადიხ აქედან შორს. შენ კაცო ამ ხალხს აბრალებდი რაღაცას ხელს იშურდი მასკენ, ხელს აწმენდი ამას, არ გწხვენია, წადიქით. არა. ერთად. იმიტომ რომ ის რაც ამათ მუდამ შეახსენებს იმ სამოთხისეულ მდგომარეობას არის ოჯახი. ერთურთი. და ეს ურთიერთობა ერთურთთან. ამის გარშე ძალიან ძნელია. თუმცა შესაძლებელია ადამიანი გრძნობდეს ბუნებრივ ძახილს. აი იქიდან მომავალ ძახილს. იქ დაბრუნებისთვის ძახილს. ამიტომაც პრინციპში არ არის გასაკვირი, რომ დაწყებული ალბათ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშკარად. ესეთი პრინციპული ომი გამოუცხადდა ჩვენს ქრისტიანულ ცივილიზაციაში, ქრისტიანობაზე დაშენებულ, თუნდაც ვერ ქრისტიანულ ცივილიზაციაში, ოჯახს. ოჯახი არის საშუალება ადამიანმა აღიდგინოს ხატი. და რატომ? მოდით გავიხსენოთ წმინდა მამების, იგივე წმინდა კაბადოკიელი მამების საყვარელი თემა ერთ-ერთი, რომ თუ მაინც და მაინცო გვინდაო რაიმე ამ ქვეყნიური ნიმუშიო, ღვთის ხატებისო, მოდით გავიყოთ პირველი ოჯახიო. ადამი, რომელიც მამაა ოჯახისა, მისგან სხვადასხვანაირად წარმოდგებაო ორი სხვადასხვა პირი. ლაპარაკი იყო ამ შემთხვევაში მეუღლეზე და შვილზე. გასაგებია, რომ ზუსტი ანალოგია ღმერთთან შეუძლებელია, ვერ იქნება და არ იქნება. ყველა ანალოგია რაღაც დონემდე მივა და შემდეგ გამოაშკარებს საკუთარ უსუსურობას, რომ ასახოს ზუსტად
ის რის ასახავსაც ცდილობდა ღმერთი ბოლომდე მიუღწეველია. რაღაც დონემდე შეგვიძლია ხოლმე ხო მივიდეთ. ანუ ადამის გვერდიდან გამოდის დედაკაცი და ადამიანისგან სულ სხვა გზით წარმოდგება მისი შვილი. აი იმ ერთგვარი უხერხულობის გამო, რომელსაც დღევანდელი ადამიანი სამწუხაროდ ორიენტირებული პირველ რიგში გენდერულ საკითხებზე, კოიტუსზე და ასე შემდეგ ერთგვარად ძალიან დამიწებულ საკითხებზე დღევანდელ ადამიანს უფრო გაუჭირდებოდა ამის საქმე და მამებმა ეს განჭირდეს და რაც დრო გადის იმ ოქროს ხანიდან, უფრო და უფრო იშვიათად ხდება და სადაც აღარ ხდება შემდეგ ამ მაგალითის შემოტანა, ხო? როგორც ერთ-ერთი ალეგორიისა ნიმუშისა ღვთის ხატებისა. მაგრამ ნუ იყო ეს. ჩვენ არავის არ მოვეცე ჩვენთვის პრივილეგია რომ და უფლება რომ მამების თქმები გავაუქმოთ, ხო? მაშასე ოჯახი ერთ-ერთი პირველი კავშირის ნიშანი მსგავსებისა და ხატებისა ღმერთთან. ვიმეორებ დღევანდელი საზოგადოებისთვის აშკარაა ის რაც თავშოთ მეორე მეათე ხარისხი იქნებოდა მეოთხე საუკუნის მსმენელისთვის დღეს აშკარად პირველ ოჯახება შულში, ამიტომაც მიღება ამისი უფრო რთულია და ამიტომაც ვიმეორებ ეს ფაქტობრივად აღარც ჩნდება ხოლმე, ხო? განმარტებებში. მაგრამ აი ეს ოჯახი როგორც პირველ ხატი ღმერთთან მსგავსებისა. შესაბამისად მასთან ბრძოლა. რატომ არის ახლა ეს თემა მნიშვნელოვანი? ნუ მე მომიწევს ალბათ შევხვი ესეთ თემებს, როგორიც არის აქ თვით გამორკვევა, იდენტიფიკაცია, ეს ის გენდერული საკითხები, კვადრობერებამდე შეიძლება მივიდეთ. საქმე კი რა არის? როდესაც ადამიანები ცდილობენ იპოვონ საკუთარი თავი, გამოერკვნენ, თვით იდენტიფიკაცია მოახდინონ და ასე შემდეგ, იმის გაუთვალისწინებლად ონტოლოგიურად რა არის ადამიანი. გახსოვთ ჩვენ ერთხელ ვთქვით, რომ ქრისტიანობა პირველი რელიგიაა, რომელმაც პიროვნება დააყენა ცენტრში. მაგრამ ეს პიროვნება დააყენა არა როგორც ლიტონი არსება, არამედ როგორც კონკრეტულ კონტექსტში ურთიერთობაში მყოფი სხვებთან. იმიტომ რომ სამება არის თავად ასე. ცალ-ცალკე არც ერთი პირი არ არის. როგორც კი რომელიმე პირს მოაკლებ სამების ერთობას, ის ერთი მარტივი ღმერთი აღარ იქნება. ამიტომაც ბუნებრივია ადამიანი როგორც პიროვნება ღირებული არის სწორედ კონტექსტში, ოჯახში. ოჯახი არის ის, რაც ადამიანს უბრუნებს ხატებას და გასაგებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება 90-იან წლებიდან მოყოლებული, როცა ქვეყანა დაინგრა. ოჯახების თავები, კაცები აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არა მარტო ფინანსურად. პირველ რიგში შინაგანად, მენტალურად, როცა მე ვიცი რომ ოჯახის მამა ვარ და ვერ ვახერხებ ოჯახის უზრუნველყოფას, დაცვას, გამოკვებას. და გასაგებია, მოდი თქვათ რა, გასაგები არ ნიშნავს რომ ამართლებს. ის რომ რაღაცა გასაგებია, ეს ამითი არ ამართლებს იმას. ხსნის. გასაგები ხდება რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ქართული სიმღერა ხო, კაცი რომ გაღარიდება, ცოლს დაუწყებს ჟავრობას. მაშინ გაჩნდა ეს ცნაური დღეს ყბადაღებული თითზე დახვეული აგრესიის თემები ოჯახში, მასობრივად მაშინ ჩნდება. და ჩვენამდე მოვიდა ეს რეალობა, რომ ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო მაქსიმალურად ჩადებული გონებაში, რომ ოჯახი არ არის მათი გარემო. იმიტომ რომ თუ ბავშვი მოწყდება ოჯახს, თუ ბავშვს ექნება უფლება უჩილოს, როცა უნდა, დააბეზღოს, როცა უნდა, ციხეში ჩასვას, როცა უნდა, ოჯახის წევრი, მაშინ ის ბავშვი კარგავს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას. იმ გარემოს, რომელშიც ის ბუნებრივად შეძლებდა აი იმ ძახილის, დაბრუნების ძახილის სწორად გაგებას. და ხასვამ ჩვენ ახლა არ ვლაპარაკობთ პათოლოგიურ შემთხვევებზე, არ ვლაპარაკობთ დაცემული ბუნების უკიდურეს გამოვლენებაზე, როცა ადამიანები მაქსიმალურად მიუღებლად
ქმედებენ საკუთარ ოჯახებში. უბრალოდ მასობრივად, როგორც საერთოდ საშუალო არითმეტიკული რო დავარქვათ, ხო? დაიწყო საოცარი რამ. ადამიანში, ნახეთ როგორი საინტერესოა. ჯერ გაჩნდა იდეა, რომ ღვთისგან კი არ ხარ, რაღაც ცხოველისგან ხარ. და შესაბამისად, რა მოყვა მას ადამიანის სურვილი დაბრუნებული იყო ღმერთთან, ვისგანაც იყო ადამიანების სურვილი დაბრუნებული იყო იმასთან, რაც იყო ცხოველთან. ეს ავათხსენებული კვადრობელების თემა, ხოთ ეს ბავშვები, ახალგაზრდები საკუთარ თავს აღიქვამენ ცხოველებად. ეს კომპას არეული იგივე ძახილია. ცდილობა დაუბრუნდე იმას, იმ გარემოს, იმ ბუნებრივ მდგომარეობას, რომელიც შენთვის უნდა იყოს ახასიათო. შენში აღადგინო პირველ ხატი. და ბუნებრივია, თუ შენ დაგაჯერეს, რომ შენი პირველ ხატი არის ცხოველი, ძალიან ნორმალურია, რომ შენ გინდა პირველ ხატის აღდგენა ცხოველის სახით. არის რაღაცები ძაღლები ვიდარბიან, ბებიები ჯოხს უგდებენ, ალბათ ეგ ვიდეო თქვენც გინახოთ, შვილიშვილი გარბის, ჯოხი მოაქვს, პირით, 4 გარბის შვილიშვილი. იმიტომ რომ თურმე არ შეიძლება ბავშვს უარი უთხრა, რომ ის თავს ახლა თulis ცხოველად. საოცარი რამ ხდება. ნახეთ როგორ მომენტია, როგორც კი სათავეში იქნა განზრახ მოცემული არასწორი ორიენტირი, როგორც კი ჩვენი კომპასი რაღაცა მაგნიტი დაუგდეს და უყურებს არა ჩრდილოეთს, არამედ იხედება იმ რაღაც მაგნიტისკენ თუ რკინისკენ თუ რაღაცისკენ, ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია. ჩვენი ქმედებებიც მიმართულია მისკენ და ჩადებული ჩვენში აი ეს მარადიული ნოსტალგია, დაბრუნების სურვილი რეალიზდება ამაში. ჩვენს ბავშვებს უნდებათ იყვნენ ცხოველები. ნორმად თვლიან ამას. და რატომ? იმიტომ რომ სურთ დაბრუნება. სურთ აღედგინონ პირველი ხატი. პრინციპში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს თაყვანისცემის შედეგად დადგენილ მართლმადიდებლობის ზეიმს, რას უკავშირდება ეს? სწორედ ამას, რომ ადამიანს მიეცა საშუალება ეკლესიაში იგრძნოს, დაინახოს, რეალურად განიცადოს ის, თუ რომელი ხატება უნდა აღადგინოს, რა უნდა ენატრებოდეს საკუთარ თავში, რომელი რეალობა, ხატზე გამოსახული რეალობა. მაგრამ როგორც კი ბავშვს ამ ეკლესიის გარემოდან გარეთ გავიყვანთ და წუთისოფელი მას თავაზობს ცხოველურ ელემენტებს, გასაგები ხო, ეს ვნების პარადი, ყველაფერი ნებადართულია, ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი სწორი და ყველაფერი მართალია, რასაც გრძნობის სინამდვილეა. დააჯერეს ბავშვები ამაში. ერთგვარი ღიმილის მომგვრელია სატირალი რო არ იყოს, რომ მას შემდეგ რაც ამერიკაში საბრძოლოდ შეიცვალა 24 წლის ნოემბერში და 25 წლის იანვარში საბოლოოდ მოხდა სამთავრობო აპარატის შეცვლა. უცებ თურმე არა, ხო, მე გვეშლებოდა ჩვენი წლების განმავლობაში, მაგრამ რა ვუყოთ იმ ბავშვებს, ვინც დაიჯერეს, რომ ეს სიმართლე იყო. რომ ეს მათი მონაპოვარია, იცით თქვენ, ვისაც ყოლია თინეიჯერები, ყოფილხარ თინეიჯერები ან გიმუშავებთ თინეიჯერებთან. როგორი რთულია მათთვის დათმონ ის, რაც მათი მონაპოვარია. ეს უძღები შვილის თემა. ხო, მე ჩემი რაღაც მემკვიდრეობა ავიღე, ვისარგებლე, გამოვიყენე ღმერთი და თქვენი ეკლესიური სიტუაცია და ახლა მე აი ამით აღჭურვილი მივდივარ იქ უცხო მხარეში, სადღაც უცხო ქალაქში. თუნდაც ლამაზ ქალაქი იყოს ეს თავიდან. შემდეგში სხვა ქალაქში აღმოჩნდები მე. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო და პრობლემური დღევანდელობისთვის. სად წავიდნენ და იქ დაბრუნების თემა ექნება თუ არა, გახსოვთ პინოქიოში არის ეს რაღაც. ხარ სადაც მიდიან ბავშვები და შემდეგში ცხოველები ხდებიან. თუ კი პინოქიოსაც იღებდნენ ამერიკელები, ესმოდათ რომ ეს არ არის ნორმალური, რომ ეს საშინელებაა, რომ ბავშვი ცხოველდება, დღეს არ ასაბრძანებთ. ეს თავისუფლების გამოხატულებაა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვისაც ქრისტიანული ორიენტირები აქვს,
წმინდა წერილის და ეკლესიური ცხოვრების საფუძველზე მას ესმის, რომ ეს არ არის ნორმალური, ვინც უბრალოდ ამასოფლის პოლიტიკურ ტენდენციებს არის აყოლილი დღევანდელი ამერიკული მთავრობის შემხედვარე გადახედავს. იმათლა კაცო ნორმალურია რომ ბავშვი ცხოველი იყოს, ბავშვი თავს აღიქვამდეს ცხოველად. და ყველაზე საინტერესო. აი აქ ერთი რამ არის, რომელსაც სხვადასხვა არა მარტო მართლმადიდებლები და ეს უნდა ვთქვათ, ითვალისწინებენ. არამედ ტრადიციული ქრისტიანული სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც პრინციპში სხვადასხვა დოზით, მაგრამ ამავე აზრზე არიან ხოლმე. და რა არის ეს? რაც ტესტი. მისტიურ შრეს შევეხებით და თუ ისე რამე შეშინია შეუძლია გამართოს, არ გვიყუროს. საქმე რა არის? ერთ-ერთ გადაცემაში ადრე ჩვენ ვისაუბრეთ ამ ჩხიბავ, მკითხავ, ექსტრასენს, მედიუმ, ულუკ არსებებზე, ხო? და მსგავსებზე. როგორ ყვებავენ ისინი საკუთარი თავით, საკუთარი ენერგიით და მათთან მოსული ადამიანების ენერგიით. ბოროტ ძალას. და მაშინ თქვით, რომ ერთ-ერთი ახსნა ქრისტიანული თეოლოგიური თვალსაზრისით და კულტუროლოგიურითაც, თუ რატომ აღმოჩნდა აი ეს მრავალღმერთიანობა ყველგან მიღებული, იმიტომ რომ გასაგები ხო, აი დემონები, რომელსაც სურდათ ყოფილიყვნენ როგორც ღმერთი, ვერ გახდნენ როგორც ღმერთი, ამიტომ დაირქვეს რა ღმერთები, მათ მიმართ ადამიანების თაყვანისცემისას ისინი იკვებებოდნენ ენერგიით. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი რამ. ეს ენერგია ადამიანში ღვთისხატების ენერგია ყოველთვის არის. სანამ ადამიანი არსებობს, ვინაიდან არსებობა ღვთიუბოძებული რეალობა, ის სულ ღებულობს ამ ენერგიას. რისკენ, ვისკენ მიმართავს, წარმართავს. ეს არის ძალიან საინტერესო. და აი აქ როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე 2010-20 წლებში 73 გენდერამდე იყო ასული და ასე შემდეგ ეს რაღაც ნონსენსი, ხო? ძალიან საინტერესო ესეთი მოსაზრება იქნა გამოთქმული სწორედ ტრადიციული აბრაამული რელიგიების მიმდევართა შორის, მათ შორის მართლმადიდებლები, კათოლიკეები, აღმოსავლური ქალკედონიელი ეკლესიის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ამისგან არც იუდეველები და მუსლიმებიც ასახად არ განეშორებიან, მაგრამ სხვა თემა არ კიდევ. საქმე რა გახლავთ? ყოველი, აბსოლუტურად ყოველი მცდელობა ადამიანმა სცადოს მასში არსებული ღვთაებრივი ნაპერწკალის, ამ ენერგიის მიმართვა არასწორი მიმართულებით, არა მცდელობა აღადგინა ხატება შენში, არამედ პირიქით, მით უფრო განემსგავსო, უფრო და უფრო დაშორდე პირველ ხატს. აი აქცევს ამ ენერგიას, ახდენს მის კონვერტირებას და აქცევს მას მონელებადად აი იმათთვის, ვინც აირჩია რა თავის დროზე. ღვთისგან განდგომა ის უსხეულო გონიერი არსებები რო არიან. და მას შემდეგ დღენია და შიათ რა და აკლიათ რა ეს ენერგია, მადლი რომ საზღებულობდნენ. აი უამისობის კომპენსირება ხდება მათთვის. შესაბამისად, ადამიანი უნდა იბრუნებდეს ხატებას და მსგავსებას. მასში არის ჩადებული ეს ძახილი დაბრუნებისა, თუ სწორი კონცეფცია არ არის ჩადებული, მართებული კონცეფცია თუ არ არის ჩადებული მასში. თუ საიდან წამოვედით და სად უნდა დავბრუნდით შესაბამისად. ისინი იწყებენ ამ გამოგონილი, შეთხზული, როგორც თქმა უნდა, fake კონცეპტების მიმართ აი ამ დაბრუნების ცდილობას. ემში კი არ ბრუნდებიან, სულ სხვაგან მიდიან. სულ სხვაგან. და ამიტომაც ისეთი მოვლენა, როგორც არის ხატმეტყველება, სწავლება ღმერთზე, პირველ ხატზე, პირმშო ხატზე, იმაზე თუ როგორ ვლინდება ადამიანში ღვთის ხატება,
როგორ უნდა დაბრუნდე, როგორ უნდა იზეიმო შენში ხატების აღდგენის ყოველი ნაბიჯი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ქრისტიანებისთვის. ამის გარეშე ძალიან ძნელია დაუბრუნდე იმას, რაც გადაარჩენს ადამიანს. მაშინ ასე მართლმადიდებლობის ზეიმი ეს არ არის უბრალოდ წავედით და გავიხარეთ, იმიტომ რომ ოდესღაც რამდენიმე საუკუნის წინ ვიღაცა ტიპებმა ფიცრებზე დახატული რაღაც გამოსახულებების დღესასწაული მოიგონეს. ეს არის ჩვენთვის შეხსენება, რომელი ვექტორით უნდა ვიაროთ, რომ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც წამოვედით. კეთილი. ფიქრობ, ამჯერად ამ თემაზეც გმარა. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.